რაღაცას ვთქვამთ. არა, ოპოზიციას მაშინ დაითანხმებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ალბათ თანხმედრი რეპლიკა იყო. არა, აქედან ეს არის, ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობრივი არსი იმისა, რაც ხდება. მე ვიქნებოდი მოხარული, ბედნიერი, რომ ისეთი რუსული კომპანია, არა ნებისმიერი რუსული კომპანია, მაგრამ ისეთი, რომლის მეწილე თუ დამფუძნებელი სახელმწიფოც არის, არ იყოს წარმოდგენილი საქართველოში მით უმეტეს მის სტრატეგიულ სექტორში. მაგრამ ეს კომპანია იყო წარმოდგენილი, არის წარმოდგენილი და ჯერჯერობით იქნება, როგორც ჩანს, მთავარი მე მგონია არის ბრძოლა. რატო იქნება? აი გარდაუვალი აუცილებლობის. იმიტომ რომ არ ჩაბნელდეს საქართველოს. არა, მთავარი ბრძოლა მიმდინარეობს უსაფრთხოების პოლიტიკის სამხედრო სფეროშია ამ სექტორებში და არა ეკონომიკაში. იქ თუ დავამარცხეთ ეკონომიკა პრობლემა არ არის, გავმიჯნოთ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთის. მაგრამ ეკონომიკური უსაფრთხოებაც ხომ არსებობს როგორც? არსებობს, მაგრამ ეგ არის ძალიან გადაჭარბებული მიდგომა, როდესაც ყველაფერი რაც ეკონომიკას ეხება უსაფრთხოებაში შეაქვთ, ეს არის გზა ძალიან ისეთი სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევისაგან ყველაფერში და ყველანაირად. ეკონომიკა და პოლიტიკა რომ უნდა გაიმიჯნოს ეს ცივილიზაციამ სადღაც მე-18-მე-19 საუკუნეში დემოკრატიები ამ საფუძვლებზე როდესაც საუბრობთ თავისუფალ ბაზარზე ალბათ დავით. ამ შემთხვევაში არის საუბარი კომპანიებზე, რომელთა წილი სახელმწიფოს საკმაოდ იმიჯნებოდეს, ჯერ ესა ვთქვი. მეორე, ეს არის რა თქმა უნდა უმჯობესი იქნებოდა ან მთლიანად ქართული მხარე აკონტროლებდეს და ამუშავებდეს ენგურჰეს, მაგრამ ეგ შეუძლებელია, ძალით არ გვაძლევენ ამის საშუალებას, ან თქვათ ამერიკული კომპანია შემოსულიყო, რომელსაც თქვათ უმციკლო რეპუტაცია ექნებოდა. ესეც შეუძლებელია, არავინ მათ იქ არ შეუშვებენ. რჩება ის რომ ისინი ვინც დღეს ფლობენ რეალურად ვითარებას ენგურს გადაღმა, ესენი არიან ოკუპანტები და ის რეჟიმი, რომელსაც გნებავთ მარიონეტული უწოდოთ, გნებავთ დე ფაქტო ეს უკვე გემოვნების საკითხია, მაგრამ რეალურად რუსეთის ნება ბატონობს აი იქ. და თუ რუსული კომპანია მოდის და ქართული კანონმდებლობით ცდილობს ოპერირებას. ამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონშიც ეს წერია. ყველაფერი კი არ არის აკრძალული იმ ტერიტორიებზე. უბრალოდ რასაც წლების მანძილზე საქართველო ითხოვდა, გამომდინარე ვითარებიდან, როდესაც ვერ აკონტროლებდა, არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ არის მზად, რომ გაგაკონტროლებინოს ეს ტერიტორიები, იურიდიულად, სამართლებრივად მაინც ხდებოდა სუვერენიტეტის განხორციელება და ამ შემთხვევაში ეს კომპანია რაოესი მოდის საქართველოსთან დებს ისეთ პირობებზე მემორანდუმს, რომელიც საქართველოს ინტერესებს ითვალისწინებს. ხელშეკრულებამდე როცა მივალთ ბუნებრივია ეს ითქვა კიდეც რომ ოპოზიციაც იქნება ჩაბმული ამაში და ნახავთ საერთოდ რა გამოვა. მაგრამ ჯერ იყო საუბარი გაზრახულობათა, ასე ვთქვათ, მემორანდუმზე, რომელიც ხელმოწერილია, მაგრამ რომელიც არ არის სრულფასოვანი სამართლებრივი დოკუმენტი. მაგრამ შეიძლება იყოს ეს პოლიტიკური ბაზისი, საიმისოდ და რა წერია იქ, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს საკუთრება, არც საკადრო პოლიტიკაში, არც ტარიფების თუ ვთქვათ გადასახადი რაც არის ამ ელექტროენერგიის და ფასის პოლიტიკაში რაოესი ვერ ჩაერევა არ განსაზღვრავს, იქნება რაღაცა ერთგვარი საზედამხედველო საბჭო, სადაც რაოესიც იქნება წარმოდგენილი. არ არის ეს ყველაზე სასიამოვნო, მაგრამ ნამდვილად არ არის ეს არც ოკუპაციის, ასე ვთქვათ, დაკანონება, არც ტერიტორიების ანექსიაზე თვალის დახუჭვა და რაიმე კიდე სხვა უბედურება. ერთ-ერთმა ოპონენტმა კავკასიაზე ეთერში მითხრა, რომ ეს ნიშნავს, რომ რუსული კომპანია ვინ უნდა დაიცვას, რა თქმა უნდა, რუსულმა ჯარებმა. ესეთი შეფასება არის არასერიოზული. სადაც უცხოური კომპანია მივა, იქ რომ ყველა კომპანიას თავის ჯარი მიყვებოდეს, ეს სადაური სამართალია, თორე უსამართლოდ ოკუპაციის დონეზე რუსეთი უკვე გაკეთებული აქ ის, ასე ვთქვათ, რაოესი კი არ მოიყვანს ოკუპანტებს, ოკუპანტები არიან იქ, რაოესი ქართულ იურისდიქციის რაღაცა ხვრელებს აჩენს, შეიძლება ასეთ შევხედოთ აი იმ ტერიტორიაზე. და ეს არის ის გზა, როგორ შეიძლება დაიწყოს ოკუპაციის პირობებში საქართველოს ურთიერთობა თავის ვთქვათ თითნტერთან. ეს ეპითეტი გუშინ იყო გამოყენებული. დაიწყოს თანამშრომლობა და დაიწყოს ურთიერთობის საკითხი. არა, აქ მე არ არის საერთოდ მომხრე, ვთქვათ, იგივე ნოსტალგია რო ღვინო აღარ იყიდება და ნუ ეს ჩემ პირადად არა, აქ არის საუბარი. ზოგადად მივიდივართ კითხვასთან, უნდა აღდგეს თუ არა ეს ურთიერთობა. როდესაც ქვეყნებს შორის არის ომი და არის ომი, როდესაც 20% ტერიტორიის ოკუპირებული აქვს მეზობელს, იქ ვთქვათ, რა ქვია, იმ კაცის გვარი დამავიწყდა ეს იმათი სანიტარული სამსახურის უფროსი ონიშენკოს პრობლემა. აი მასთან საუბარიც კი არ მსიამოვნებს მეხამუშება, თუმცა კერძო ბიზნესს ვერ აუკრძალა ვერსად
ასეთ პირობებშიც კი რომ არავის არ შეხვდნენ, არავისკენ არ გაიხედონ, მაგრამ ჩვენთვის პირადად ეს ცოტა ეთიკასთან სხვა გადაწყვეტოს კონკრეტულმა ბიზნესმენმა უნდა თუ არა ურთიერთობა. ამ შემთხვევაში დილემა ასეთია, რომ ან ჩაქრეს ენგურჰესი, ან იმუშაოს ენგურჰესმა. თუ ენგურჰესის სიმძლავრე არის ძალიან დიდი, 40%-ზე მეტი შენატანი ქართულ ელექტროსექტორში, მაშინ მისი გამორთვა არის სერიოზული პრობლემა უკვე აი სწორედ ეკონომიკური, გნებავთ ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ამავე დროს თუ რაოესის მოქმედება არანაირად დიპლომატიურ დონეზე არ ქმნის და მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ქმნის სამართლებრივ ბერკეტებს იმაზე, რომ რაღაცნაირად ოკუპაციის დაგმობა კი აღარ ხდებოდეს, არამედ დაკანონება, მაშინ რატომადაც არა, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, იმიტომ რომ ოკუპაციასთან ბრძოლა მიმდინარეობს სტრასბურგში, მიმდინარეობს გაეროში, მიმდინარეობს ნიუ-იორკში, ვენაში, ადგილებზე მონიტორების მისიის გაძლიერებით, აი ეს არის გზები. ამ დროს ამ ყველაფერს ხელს არ უშლის ენგურჰესის მუშაობა. თუმცა ძალიან სასიამოვნო ის არ არის, ვინ უნდა შეიამხანაგო, რომ იმუშაოს, მაგრამ ენგურჰესის გაჩერება ძალიან ბევრ სხვა რამეს შეუძლია. მაგრამ ბატონდავით, ეს დიპლომატიური ფრონტი, რომელიც ახსენეთ, არც თუ წარმატებულია, ხომ? დაუშვათ ჩიხის ჟენევის მოლაპარაკებაზე, ვენაში ეუთოს საკმაოდ საქართველოსთვის არც თუ სასიამოვნო გადაწყვეტილება, რომ დატოვა მისიამ საქართველოს, ამ თვითონაც არ მაქვს ინფორმაცია, მეგონი არც თქვენ ჯერ არ დამთავრებულა სხდომა გაეროს, ხო? აი ამ ფონზე რჩება ერთადერთი აი ასეთი ტიპის თანამშრომლობები. აი დაუშვათ ხვალ რომ დაისვას საკითხი რკინიგზის ერთობლივი მართვის შესახებ. ბატონდავით. ნამდვილად არ ვიქნები იმის მომხრე, მაგრამ მე მგონი ახსენი რა სპეციფიური სიტუაცია ენგურჰესთან. კი, ძალიან სპეციფიურია მე ვთქვი და მეც ამიტომ ვამაყი. მისი პულტი არის ოკუპანტების ხელში. მათ შეუძლიათ გამორთონეს მთლიანად ეს თქვათ აგრეგატი და ძალიან სერიოზულად დავკარგოთ ელექტროენერგია. ეს რომ არ მოხდეს, მივდივართ არაპოპულარულ ნაბიჯებზე, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ ეს მოხდა, იქნება ბევრად უფრო უარეს. თუ ეს მოხდა საქართველოს შემდგომი ოკუპაციისათვის, ბევრად უფრო სახარბიელო ნიადაგი ექმნება რუსეთს. მე ესე ვიტყოდი. იმიტომ რომ საქართველო იმდენად დასუსტდება, რომ შეიძლება შესუსტდეს აი იმ დაპირისპირების, გაძლების ბერკეტები და მექანიზმები მატერიალური თუ მორალური, რომელიც აქამდე ქვეყანას აძლევინებს. წლების განმავლობაში, არა მარტო აგვისტოს მერე. რაც შეეხება დასახვას, რომ აი ალტერნატივა ესე დგას, რომ გავიმარჯვოთ დიპლომატიურ ბრძოლაში, ვენაში და თუ არ გავიმარჯვოთ, მაშინ რაოესია, ეს სხვადასხვა განზომილებებში ვსაუბრობთ და იქ ბრძოლა მიმდინარეობს და მე მგონია, სულაც არ მიმდინარეობს რუსეთის სასარგებლოდ, რას გულისხმობ. რუსეთი ისევ და ისევ უკვე საერთაშორისო მეგობრობას უპირისპირდება ძალის პრინციპიდან გამომდინარე. და ამ ეტაპზე ახდენს გარკვეულ წარმატებებს. თავისი პოლიტიკით. მაგრამ მაშინ და ვთქვათ, რომ თუ მხოლოდ ძალა წყვეტს ყველაფერს საერთაშორისო ურთიერთობებში ეს ერთი და თუ ძალა მხოლოდ მატერიალური და სამხედროა ეს მეორე, მაშინ რუსეთს გაუმარჯვია სამარადჟამოდ. მაგრამ სინამდვილეში არც ერთია მართალი და არც მეორე. ძალის გარდა არის ნორმები, მორალი, წესები, რომელიც მოთამაშემ უნდა დაიცვას. არ შეიძლება ჭადრაკში აგებდე და დაფააყარო. ერთხელ გამოგივა, ორჯერ გამოგივა, მესამედ აუცილებლად მოგეზღვება ამისათვის. რუსეთი აი ესეთ რაღაც ნაბიჯებს დგავს, რომ ის დაფას ატრიალებს ჭადრაკის დაფას და აღარ თამაშობს ჭადრაკს. იბუტება და ამის გამო აქვს ბერკეტი, რომ მისია გააჩეროს, მაგრამ ეს ძალიან ცუდ ქულებად, შავ ქულებად უგროვდება ყულაბაში, ესე რომ ვთქვა და აუცილებლად აი ეს უკვე აისახა რუსულ ეკონომიკაზე. და დღეს მე ვიტყოდი, რომ უკვე თვითონაც ხვდებიან, ამას შეიძლება არ ხვდება და არც მიხვდება პუტინი, რომ ის ამბიციები უკიდეგანოა, მაგრამ პუტინის გარდა არიან მე მგონია რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, იგივე რუსულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და დაიწყებენ დათვლას, ასე ვთქვათ, სარგებელი რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში, ეს არის ამის შედეგი? ახლა ბევრი ეკონომიკური ექსპერტის თვალსაზრისით და პოლიტოლოგ